ეს ევროპის მუსიკალურ დედაქალაქად ქცეული თბილისი უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ფინალურ შოუს 250-ზე მეტი უცხოელი დელეგატი ესწრებოდა. კონცერტი კი 220 ქვეყნის წამყვანი მაუწყებლების 70 მილიონამდე ტელემაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პროექტის მასპინძელი, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი იყო. ჩვენს ქვეყანაში კონკურსის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს მადრიდში ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი კონკურსანტი ანდრია ფუტკარაძე გახდა და 2017 წლის შემდეგ ევროვიზია თბილისში დააბრუნდა. კონკურსის ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი 4 გამარჯვება აქვს და ამ შედეგით საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენია. კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი დესი ვარდოსანიძე უნდა შემოგვიერთდეს ახლა ოლიმპიური სოფლიდან. დესი პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, თამარ, გიერთდებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსიდან, ევროვიზიის ფინალიდან. ჩვენ ახლა პირველ რიგში შეგვიძლია მოვისმინოთ გამარჯვებულის ფინალისტის პირველი კომენტარი. საქართველოს მე მინდოდა სამყაროს შეცვლა და ახლა ეს შესაძლებელი გახდა ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოცნებები ახდა. ჩვენი პირველი სტუმარი, ეთერის პირველი სტუმარი იქნება საბავშვო ევროვიზია 2025 წლის ღონისძიების მენეჯერი ლაშა კაპანაძე. ბატონო ლაშა, ვისი ჩართულობით შედგა ეს ღონისძიება, ფინალი და როგორ შეაფასებდით დღევანდელ დღეს? დღე, რომელსაც 7 თვე ვემზადებოდით, შედგა ძალიან ფანტასტიკურად, იმიტომ რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, სტარინგ ჯორჯია, აბსოლუტურად ყველა უწყება და ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური ჩართვა. ჩაერთნენ ყველა მთელი მონდომებით, ენთუზიაზმით და სწორედ ამის შედეგი ვნახეთ ჩვენ ზუსტად რამდენიმე წუთის სცენაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ევროვიზია და უკვე დაიწერა, რომ ეს ევროვიზია უკვე თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით და ასე შემდეგ უთანაბრდებოდა დიდების ევროვიზიასაც. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქმე შევასრულოთ ზუსტად ისე, როგორც უნდა შეგვესრულებინა და სხვანაირად არც გამოვიდოდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე 6 თვეა ინტენსიურად ვმუშაობთ ამ ღონისძიებაზე და მიხარია, რომ ყველაფერმა ჩაიარა წარმატებით. დიდი მადლობა, თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით ღონისძიების მთავარ მენეჯერს ლაშა კაპანაძეს. ახლა კი ჩვენ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ ქალბატონ მანანა მორჩილაძეს, ანიტა აბგარიანის ვოკალისტ, პედაგოგს. ქალბატონო მანანა, როგორ აფასებთ, როგორ წარსდგა ჩვენი ქვეყანა დღეს, რამდენად ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი ნომერი? ზოგადად აი ეს ღონისძიებაც აქ როგორც ჩატარდა საქართველოში ძალიან ამაყივარ და აი ყოფილვარ ყველა ქვეყანაში და აი ამ რანგის და ამ დონის, რა ვიცი, არ ჩამოვარდება არც ერთ ქვეყანას. რაც შეეხება თვითონ ანიტას მაყურებელის დამეთანხმება, ეს იყო გამარჯვების ნამღერი, ეს იყო გამარჯვების სიმღერა. ნუ ხდება ხოლმე, პირდაპირ ვიტყვი, ცოტა დავიჩაგრეთ, მაგრამ აი ამაზე მეტად რო ვერ დაჩაგრეს ანიტა, ეს უკვე ანიტას დამსახურებაა, იმიტომ რომ აი ასეთი იდეალური ნამღერი, რა ვიცი, დღეს ყველა მოყურა და ალბათ ნახავდით, რომ არ გქონდა სხვა ქვეყნებს ესეთი გამოსვლა. არა უშავს, მე მაინც მგონია, რომ საკმაოდ კარგ ადგილას ვართ, მესამე ადგილი ამდენ ქვეყანაში, ახლა ძალიანაც გავთამამდებით. მომავალში წარმატებას უვსურვებ ჩემ ქვეყანას და ანიტას მინდა უთხრა, რომ გული არ გაიტეხოს, ამით არაფერი არ წყდება, ძალიან მაგარი გოგოა და წინ საუკეთესო მომავალი ელოდება. დიდი მადლობა, ბოლოსთვის შემოვინახებ ბატონი გიგა კუხიანიძე, სიმღერის ავტორი. ბატონი გიგა არაერთი სიმღერის ავტორია, დიახ, მოგზადით ბატონო გიგა. გამარჯობა, თქვენი არაერთი სიმღერა და ნამუშევარი ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტში ერთგვარი სავიზიტო ბარათია. დღევანდელ დღეს როგორ შეაფასებთ ჩვენს მონაცემებს? შევაფასებ ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან ორგანიზება იყო აბსოლუტურად 100%-ით შესრულებული. ამაზე ყველა საუბრობს, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ევროვიზია თუ რამე ჩატარებულა და ულამაზესი ევროვიზია, ულამაზესი შოუ, ტექნიკურად უმაღლეს დონეზე გამართული და ყველა ის დეტალი, რასაც ამდენი ხანი ამზადებდა ჩვენი ქვეყანა ამდენი დელეგაციისთვის და ზოგადად ევროვიზიისთვის, ყველაფერი კარგად დასრულდა და ვართ ძალიან ამაყები და ბედნიერები.
რაც შეეხება საკონკურსო სიმღერის ნაწილში, ანიტა არის ძალიან მაგარი გოგონა, მან 100%-ით შეასრულა მისი დავალება და ვფიქრობ, რომ ის არის საამაყო, ის მართლა გამარჯვებულია. ნუ მე რა რომ კონკურსია და ხან ისე ხდება, მაგრამ აი ეს ნამდვილად შემილია, ვთქვა, რომ ანიტა იყო ყველაზე მაგარი კონკურსანტი დღეს. მაგრამ ცოტა უხერხული იქნებოდა ალბათ მასპინძელი ქვეყანა ვარს და ესე გამარჯვება ზედიზედ ალბათ ესეც რაღაცნაირად მოქმედებს, თუმცა ანიტა არის ჩემ თვალში გამარჯვება. დიდი მადლობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით იმ ადამიანების კომენტარს, რომლების მეშვეობითაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ გამხდარა ამ კონკურსის ფინალისტი. მე დაგემშვიდობებით, ჩვენი ქვეყანა მესამე ადგილზეა, პირველ ადგილზე საფრანგეთი, მეორეზე უკრაინა. მადლობა დესი ვარდოსანიძე იყო.